ირაკლი კობახიძემ გურიაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი გახსნა. გზა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლამდე უნდა დასრულებულიყო. რომარა ივანიშვილის მიერ ქართულ ბანკიდან მოყვანილი კადრების ქურდობა და კორუფცია. მაგრამ სანამ კობახიძე გახსნილ გზაზე ლენტას ჭრიდა, ნახეთ რა ხდებოდა თბილისის გასასვლელში. ცხეთასთან ფაქტობრივად გაუვალი საცობი. იცით რატომ? იმიტომ რომ 14 წელია არაგზე ახალი ხიდის აშენება ვერ მოახერხა ქოცმა. იმიტომ რომ საგურამოს მიმართულებით გადასასვლელი პანდუსი დღემდე არ გაუკეთებია და როგორც ჩანს, არც აპირებენ. იმიტომ რომ ავტომაგისტრალის პირას გახსნილი კომერციული ობიექტების გამო ორზოლიანი გზა მუდმივ საცობად იქცა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის? რა თქმა უნდა, მიშა და ნაცები. გადადგეს სააკაშვილი. აბა კობახიძე რო გადადგეს, რა შეიცვლება? მაინც ხომ ბიძინა მართავს ყველაფერს. და ბოლოს ადამიანი, რომელიც 14 წელია ამ გულგრილობას, უპასუხისმგებლობას და ქაოსს ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს, ყოველდღე საათობით საცობში დგას, ცხოვრების საუკეთესო წუთებს იქ ატარებს და მაინც არაფერს ითხოვს ხელისუფლებისგან, ალბათ ფიქრობს, რომ უკეთესაც არ იმსახურებს.